პაციენტს, რომელიც დაჟინებით უკავშირებს თავის მთლიან კეთილდღეობას, მთლიან ბედნიერებას, გარეგნობას, როდესაც ჩვენ უარსეობნები ამის გამოსწორებაზე, ეს მისთვის სასოწარკვეთილებაა, ესეც დეპრესიას უღრმავებს და შესაძლოა ამანაც სუიციდური აზრები გაუძლიეროს, მაგრამ რომ ემსახურები და უკეთებ ამ ოპერაციას, ის მაინც არ არის კმაყოფილი, ან დროებით არის კმაყოფილი, კიდე სიმძიმეს გააჩნია, ხომ? დისმორფოფობიასაც აქვს თავისი ხარისხები და თუ აქ მძიმე დიაგნოზთან გვაქვს საქმე, ასეთ შემთხვევაში მალევე ან მაშინვე ადამიანი ისე ვიწყებს წუხილს, რომ ეს ის არ არის, რაც მას უნდა და რას ხედავს სარკეში ადამიანი? ხარვეს? რა თქმა უნდა, არ არის რეკომენდირებული ვახსენოთ ფსიქიკური აშლილობა, მაგრამ ძალიან რბილად თუ ეს ადამიანი გადასამისამართებული იქნება ფსიქოთერაპიაში, არ არის ცუდი, რომ აი ამ სხეულს, რომელსაც თითქოს ასე ვუფრთხილდებით, თითქოს მისი ყოველი ნაკლი ასეთი მნიშვნელობის მატარებელია ჩვენთვის, ამავდროულად თითქოს და გალამაზნებით მიზნით, როგორ ვმტრობთ და როგორ გადავაკეთებთ და ვასახიჩრებთ კიდეც ხშირად.